გამემშვიდობის ამბობენ რომ სახელმწიფო ეს არის მანქანა. მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არის მანქანა. სამწუხაროდ მე მანქანებში ცუდად ვერ ყვევი. ამიტომ კონსულტაციისთვის მიმართეთ ჩემი მანქანის ხელოსანს და მისი განმარტებების მიხედვით აგიხსნით როგორ მუშაობს მანქანა სახელად საქართველოს რესპუბლიკა. აღმოჩნდა რომ ბორბლები არიან სამინისტროები, ხოლო მინისტრები არიან საბურავები. სხვა ნორმალურ ქვეყნებში ეს საბურავები მუშაობენ, ცვდებიან და ცვლიან. ჩვენთან კი მუშაობენ. მე უკანები წინ გადმოაქვთ. მუშაობენ და ასე სანამ არ გაძვრება თავისთვის. პრემიერ-მინისტრი ეს არის ძრავის ზეთი. წესით ყოველ 5,000-ზე უნდა შეცვალო. მაგრამ ჩვენი გზების და ოპოზიციის პირობებში უფრო მალე გვიწევს ხოლმე. ჩემი მანქანის ხელოსნის მოსაზრებით პოლიტიკური პარტიები ეს არის საწვავი. რესპუბლიკელები არისო პრემიუმი, ეროვნული ფორუმი არისო რეგულარი, ლეიბორისტები არის დიზელი. მაგრამ საქართველოს ხო იცით როგორი უკუღმართი ქვეყანაა. ხშირად დიზელი უფრო ძვირი ღირს ხოლმე ვიდრე დანარჩენი. რაც შეეხება სუპერს, ვერ გამოიცანით. სუპერ საქართველოში რა უნდა? ნინო ბურჯანაძე არის სათადარიგო პატარა ბორბალი. უკან როდეს ხოლმე საბარგულში. დიდი იმედი არ უნდა დავამყაროთ, მაგრამ როცა გვიჭირდა ორჯერ პროფილაქტიკამდე მიგვიყვანოთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის სარკეები. ჩვენ გვინდა სალონიდან გვემართა კომფორტულად, მაგრამ ვინ გაცალა მოამტვრიეს და წაიღეს. მე ვეუბნები ამ ხელოსანს, რომ ისე აგვისტოში მაგარი ავარია მოგვივიდა მეთქი. და ხო, აბაო, რაღა კამაზს დავეჯახეთო ისე. თან ძღოლიც ნაგლი ყავდათ. ჩვენ ხაში დაგვეჯახა და შენ უნდა გაგვიკეთო, კიდევ ვეუბნები. ამ დროს მოვიდა მეორე ხელოსანი და ეუბნება, რომ ნატოში მალე მიგვიღებენო თუ იციო. ამან ცოტა ხანი იფიქრა და მიდი ის 12-იანი ქანჩი მომაწოდება. და განაგრძო, რომ ეს ეკა ბესელია რაღაც არ მომწონს. აი ბორბალში რო კენჭი გაეჭხირება, ისეთი ხმა აქვს. თან გეზარებე ხა მაგის გულისთვის გადმოხვიდე ბორბალი მოხსნა მერე თავიდან დააყენო. ფიქრობ რომ ცოტა ხანში იქნებ მოსახვევში გამოძვრეს თავის. გია მაისაშვილიო ეს არის საყვარელი სათამაშო ლეკვი რო უდევთ ხოლმე დინამოზე. თავს რო ესეშვება. ქრისტიან დემოკრატიულ პარტია არისო, აი გაიხედა ეგ მანქანას ხო ხედავ ლურჯია და კარიც ლურჯია და აქ შეღებინი. მაგრამ კარი ხო ცოტა სხვანაირი ლურჯია. მე ვერ ხვდები მეთქი, ხო არა, ეს სპეციალისტი მიხვდებაო. მეთიუ ბრაიზა არის კლიმატ კონტროლი. უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ მაგის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი მანქანა. და ბოლოს ტელევიზიებსაც მიწვდა, რომ რუსთავი 2 არისო საბჭოთა მანქანებს რო ბენზინის ის არის უფუჭდებოდა. და რამდენი ლიტრიც არ უნდა ჩაგესხა, მაინც არიელს რო აჩვენებდა. და ბოლოს პირველი არხი ეს არისო ეგრეთ წოდებული სტაიანშიკი. არაფერს არ გიკეთებს, მაგრამ ფული უნდა უხადო. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია შოთა არველაძე.
გიოცავ ჩემპიონობას მადლობთ. მწვრთნელის რანგში მართალია ტრიბუნებიდან, მაგრამ მაინც გიოცავთ. რა გეგმები გვაქვს, რატო ჩამოხვედი საქართველოში ასეთ უცნაურ დროს? მე მგონი იმიტომ, რომ უცნაური დროა და ჩავთვალე, რომ აქ უნდა ვიყო. ეხა ორივე მხარე თავის სასარგებლოდ ფიქრობს. არა და სინამდვილეში იმიტომ ჩამოსული ხვალ არის საქართველოს თასის ფინალი. ხო. დღეს გუშინ არ წავედი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და იმიტომ რომ მოვემზადო საქართველოს თასის. აპირებ რომ წახვიდე სტადიონზე. კი, აუცილებლად. მეც ვაპირებ რომ წავიდე და მე მგონი რომ ბევრი ხალხი მიო. შენ იყავი უკვე სტადიონზე? არა. ეხლა აპირებ? ეხლა ვაპირებ. და მგონი რომ ბევრი ხალხი მიო, იმიტომ რომ უკვე ეგეთი ტენდენცია დაიწყო საქართველოში სტადიონი ივსება. მე ძალიან მიხარია ეგ ტენდენცია, სხვა შორის მინდა ვთქვა რომ ბედნიერი ვარ რომ მეც ამ მოვსწრები ვარ სავსე სტადიონს და მითამაშია. ამიტომ თუ ეს ახლიდან აგორდება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არის. ისე რომ ჩავრთე ტელევიზორიდან ნახე სავსე სტადიონი. ყველაფერი გადაფეხოს ორი დრო შაიდო. მეგონა საქართველოს ნაკრები ხდებოდა 90-იანების ნაკრები. მაგარი მესიჯი გავიდა, ხო, იჯეკით, ეხლა პელე გამო. ეხლა გითხარი ჰოლანდიაში რა ხდება? სიწყნარია. ჩვენზე რა ამბობთ? ვერავის ვერ ნახავ. ტყუილა. თუ ნახავ მოწეულია. და არ არის იქაური სავარაუდოდ, ხო? ხო, პრინციპში არ არის იქაური. ძალიან კრიზისია, ხო 4 მილიონი ის ყავთ, რა ქვია, ტურისტი ამსტერდამს ყოველდღე. რა ძალიან ცუდ დღეში არის. მაგდენი მოსაწევი აღარ აქვს. სხვათა შორის 2006 წელს მე და იკოც ვიყავით ამსტერდამში. და მოვინახულეთ პირველ რიგში ვან გოგის მუზეუმი, რეიხს მუზეუმი, ჰაინეკენის მუზეუმი, ანა ფრანკის სექს მუზეუმში არ ყოფილი ხა? ანა ფრანკის მუზეუმი. სვილის ფიგურების იქაური ფილიალი და მხოლოდ მეორე რიგში მოვინახულეთ ის, რასაც პირველ რიგში მოინახულებენ ხოლმე სხვები რო ჩადით. ო, რა ვიცი, ეს იმაზეა, როგორ ჩამოთვლი, პირველი რა ვნახოთ. ხო არის და პირველი ეს მეორე სამეორში ვასწავლო მარი ხოლმე შენ ხუთეორშიც ვერ მოახვედე. ჩვენ ძალიან დილით ჩავედით და ისინი არა დილას არ გირჩევ, იმიტომ რომ ძალიან გამოუძინებელი სახეებია. ხეთი უმაკიაჟოთ. ხოდაშო ჩვენ რო იქ ვიყავით, იმ პერიოდში დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატი. დაამთხვიეთ თუ? დაამთხვიეთ. ოჯახ და პირველი ტური იყო აიაქსი ვალვაიკი. და მე და გიორგი ვიყავით ამსტერდამ არენაზე, აიაქსმა 5-0 მოიგო, გახარებულები წამოვედით, არა მაგარია და იმ დღეს ალკმარი ეთამაშებოდა ბრედას. და გული დაგწდა რომ იქნებ წავსულიყავით ალკმარში 400. ჯერ ანგარიში ვნახეთ და მერე დავზღვევით. ხო, ანგარიში 8-1 მოიგო ალკმარმა ძალიან გული დაგწდა რომ აქ წავსულიყავით თქვენ ახ შოთას გოლებს ნახავდით. ვიყვირებდით საქართველოს კაიგე ჩემი ბედი ნახე რა ესე იგი მე წავიდიდან 9 თამაში 8 გოლი მაქვს შეგდებული კი მაინდამაც იმ თამაშზე ჩამოდიხართ ამ სიშორეს მე რო გოლი ვერ შევხვდი მე გახსოვს მაინდამაც კი ხოჭ მარადონას უთხე შვეიცარიაში კუნალობდა რა და ეს ექიმი ხო დაუძმა კაცს და მეორე მესამე დღეს რო რაღაცის კითხვის ის მიეცა რა და მე რო წავიდა მარადონა და ტიპი შედის ახალი პაციენტი და სურათი უკიდია ხელის მოწერით რომ რაღაც ამას და ამას ჩემ ძმას, ჩემ კურნალს რაღაცა რატო არ კითხეო ის გოლი როგორ შეაგდო ხელითო რა ეს ახალი როგორ არ კითხეო და იცი რა მიპასუხებო თუ გახსოვსო მაგ თამაშზეო
მეორე იცი როგორ შევაგდეო მთელი გუნდი მოვატყუეო და მაგაზე მკითხეო რა მაინდა მაინც იმაზე რომ ეკითხები მაგ თამაში ხო რა ჯესით გამოცვალოს 4-ით 1-ზე ეს ერთი ბოლო 4 გოლის გატანისას მინდორზე აღარ ვიყავ სამასვენეს და აჩიმწეს რა ეგრევე თამაში მორჩანს ხო ორიენტაციით ხო ხდება რომელი საათი ახლა დუში კაკრას აიხა ჩართო მობილური რამდენი შეაგდე მწერს ჩემი პასუხი ხო წარმოგიდგენია რა სწრაფად ავკრივე რა გინდა ჩემი გამჭირვებია ერთი ეგეთი ამბავი იყო ტრაბზონში თამაშობთ მე და აჩი და ნუ მაშინ ხო წარმოგიდგენია სად მიდიხარ თურქეთში და მთელ საქართველოს მიცოდა რომ ვიღაცა მიდის თურქეთში რა და თან ადვილი წასასვლელი იყო ვისთან მიდიხარ არც გინდოდა კითხვა რა გზაზე ვიდი გაიარ გამოიარე რა აჩისთან შოთისთან შედი მიესალმე დაიძინე გაიღვიძე თუ რაც გინდა ის კი და წადი უკანა გზაზე იგივე გზა გაქვს რა გასავლელი და ვერაცდები რა ხო და სად მიყავ თურქეთში სად მიყავ აკა ქავთარაძე ფეხბურთის დიდი მოყვარული და გადაწყვიტა რომ ერთ-ერთ თამაში ჩამოვიდეს რა ტრაბზონში და ირგული ხა ნახევარ თბილისიც თუ თბილისს არა და ნუ გააგებინა ყველას რომ მივდივარ ტრაბზონში რაღაცა ბიჭები ჯიგრები რა თამაშობენ ბილეთები დამახო და უკვე საზღვარზე მხდება რა ხო როგორ ყველა ალამაზებს რა ურთიერთობას და აჩი იარა რა დავახვედრეთ გზაზე ისრები აქეთ მიდი იქით მიდი მე რა ბილეთს ეს მოგცემს აქეთ იქით ეს დაგხვდება რაღაცა მოვიდა და კოჩი იმდენი იქრა რომ დააგვიანა რა ხო და პირველი ტაიმის მერე როგორც იქნა მოასწრო შემოვიდა აიხედა ტაბლოს და 5-0 წერია და 5-ვე ჩვენ გვაქვს შეგდებული ეხლა რა ვთქვა რომ 3 მე შევაგდე და 2 აჩი იტყვით რომ ეს აქარი და ესე ყვებაო რა მართლა 3 მე შევაგდე და 2 მართლაო არა აჩი რომ მოყვეს სადმე ეს ამბავი რომ იცოდებს კი გაგიჟდა რა ვარია კაი ამინდია რაღაცა 5-0 პირველ ვიფიქრე რომ მეორე ტაიმშიც გაარღვევენ ეხლა და დავждები და რა მოსაყოლია ხო და მე რესტორანი რაღაცა გავერთობით და ჩამოვა რა კაცი კმაყოფილი რა ბაესკაში რაღაც ავიდა თამაშიც ნახა ფუტბოლი გოლები რაღაც აჩი შოთა და ეს ყველაფერი კაი მოსაყოლი მეორე ტაიმი მორჩა 1-0 6-0 მოვიდა ჯამში ჩვენ არ შეგვიგდია ხო და ეხლა ვა აკა რაღაცა ჩვენ პატები ნახე ეს და ტიპი ყველაფერზე თავს აქნებს ნახე რა ნახე მე მის ნახე ნუ ვოს მივხვდით რომ დააგვიანა რა ეკი არც ერთი გოლი არ გინახია ხო და ესე ზის რა ეხლა სად მოუყვეო ავიდე 16 საათი ვიარე საზღვარზე ხო იცი როგორ ადრე როგორ იყო ისა ესე წვარა რა 11 საათი აბედია ხარი გააღე ბიჭო შენ პასპორტი აბედია 11 საათი აბედი არის შემეიტანე ვეში წლის გადმოვიდა საზღვარს აბედიც მორჩა რა გადმოვიდა დააგვიანა რა ხო ზისდელი გზა ფიქრობს ეხლა რომ კითხავენ რა მოუყვეო რა ამხელა გზა გაიარა დააგვიანა 5 გოლი შეაგდეს ვერც ერთი ვერ ნახა ჩან მოყვა ხამიმ როგორ გააშიაგდო მეექვსე გოლი აი ისე ჰოლანდია ჯობია მაინც ხო კი რომელი რო ვერ ნახავ გოლებს თუ რო ნახა ეხლა პრინციპში კარგად დაამთხიო მაგრამ თქვენი არჩევანი მაინც აიაგზე გააკეთეთ თქვენ რა რაში შეგეპარათ ეჭვი მანამდე ვერ გავიგე იმ ამბის მე სუმაგავს ფიქრობ ეხლა რამ გადაწონა თქვენი ამსტერდამ არენაზე წასვლა ალკმარში ვიყავით ჩვენ ოღონ ფეხბურთი არ იყო იმ დღეს და პირველ რაც დაგვამახსოვრდა იყო ცუდი სუნი იდგა სადგურში არა ვარ ნამ მაგრამ ქალაქი არის ძალიან კაი ზღაპრული ქალაქია და ჰოლანდიაში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში შესაძლოა ჩავდივარ ვაკვირდები ხოლმე რომ წიგნი თუ არის საქართველოს თუ არის სადმე ნახსენები აი თუნდაც ატლასი იყოს ნახულობ ხოლმე და
ჰოლანდიაში ერთ კვირა ვეძებით, არსად არაფერი არ არის. აი, მაშინ იყო სანდრას წიგნი გამოსული და ეგეც არ იყო. ალბათ გაიყიდა. და ალკმარში წვიმა დაიწყო შევეფარეთ ღვინის მაღაზიას. მე დაიწყო და იქ ვიპოვეთ წიგნი აწერია ჯორჯია, არმენია, აზერბაიჯანი. და არავინ არ მიყურებდა, გადავშალე და არის პირველი სურათი საქართველოზე, არის შაოსანი მოხუცქალი. ცუდი მუყაოს მაგიდაზე უდევს 2 ლიტრიანი კოკაკოლას ბოთლით მანქანის ზეთი და ყიდის და ეს არის პირველი სურათი ამ წიგნში. მიმოვიხედე არავინ არ მიყურებდა, მიყურე გადავშალე უცებ. ვერა მოხიება. მოიცა მივიდე, სხვაებიც მაინტერესებს. მეორე სურათი არის შევარდნაძის დროინდელი 3 პოლიციელი ცეკვავს პისტოლეტები უჩანთ. ბრალები არის. შემცხვა კიდე გადავშალე სომხეთზე ამჯერად. სომხეთში არის აი არაფერი არ ჩანს, არის ნაცრისფერი მიწა. არ ჩენობა არც ადამიანი, არც არაფერი. ვიყიდი და წამოვიღებ, რომ სხვა არ ნახოს. მაგრამ ისე ძვირი ყიდა, რომ არ მქონდა და ამიტომ გადაშლილი დავტოვე სომხეთზე. ეს პოლიციელებს იარაღით ცეკვავდნენ? კი, თვალები. იარაღი და ხიარის ნაწილი რო უჩან. ხო, მაგრამ ის ისე ცეკვა ვერ მოიშალეს, ასე ხარ? რა არის ქართველი რა? ასხმული, ხანჯალი, რა გინდა რომ მე მაქვს ნანახი პოლიციელი როგორ საქმიანად ეფექტურად გულშემატკივრობდა სამტრედიაში თავის გუნდს. როცა მეტოქე მიდიოდა შეტევაზე, ამას სასტვენი ხო ქონდა და სტვენდა და იმას თამაშკარი ეგონა და ჯავარაულა მოყვა იმას რა ქეცბაიას რომ ის რო იყო რა ფეხბურთელის და მცველიც რო იყო რა მე ხო ვეკითხე არ გიჭირს ქეცა 40 წლის რაღაცა ისიც ახარ როგორ არის და ხო და როგორ ასაკეთებს როგორ არის რა უნდაო მაგას რასაც ქეცვა აკეთებს ჩორო ბურთი მქონდაო თამაშობდა ისინი აიღებდნენ თუ არა გადიოდა და ჯდებოდა სმელის ადგილზე გიო მირეკავს და ხო თამაშობდა კიკლაძე იქა და რა ხდება მეთქი გიო ბიჭო როგორ ცხელა ეცე პოსტო ჭკუაზე არა ვარ 45 გრადუსიაო და რა შვება მეთქი აუ გვარბენინებს სულს გხდისო რა ხო შენ რა შვები მეთქი თამაში და ერთი პირველი ორი თამაში არამედ წონას დაიგდებდა რაღაცა და ზაპაში რაღაცა სათადარიკო და რა ისეც ესე როგორ ცხელა იცი როგორ ცხელაო რა ზაპასნები ბასენში ზიან ხა შეცვლა ეს რომ მოდის ტროლი ბრასი ისეცხა აპასნები ბასენში ზიან დეგენერატი არის გამოგივლიო ქეცვა ეუნება გამოგივლი დილას ვარჯიში იყო საღამოობით რა იმ სიცხეში რა ვარია და დილას ვირბინოთო 9-ზეო რა რომ წონა დაიგდო ის ავარია მცველია და ნუ ამას ეხა ხო უნდა რომ დაკოკო და გამოგივლიო გიო ხვა წამოწოლი ეხა ქეცვა 9 საათზე გამომლის ადექი ირბინი რა ვარია კიპრზე სასტუმროშია და სვის პირზია სასტუმრო რა და ის ხო რეკავს ეხა ზარზე ხო ხდება რომ სადახარ ესე იგი ზათარა ხარ უკვე და ეს ალო ესე ვითომ არ ესმის ის იქიდან უკვე სადახარ ბიჭო მოვედი ჩამოდი და ესე უნდა რა დეგენერატია ისინი კატერები რო პარაშუტს რო გამოაფა პარაშუტზე ვარ და არ მესმის და ვიტო ხარია ეს არის ამა ხოდი პასუხისგებლობაა გაღებული ქეცვას რო გიოს ჩამოვიყვანდა მოგვაგებინებს აი ბოლომდე და ატვი ჩაია კისერი უდევს რა რომ ესე არ დაიწყებს და მოინდომებს და მაგარია და რაღაცა და 9 საათზე ასე დგება რომ იმიტომ დაანება რომ სირბილი აღარ შეეძრო წარმოიდგინეთ ახლა გიოსთან ერთად უნდა ირბინოს ამს და ეს უჯერე სადახარე ჩამოდი რა ჩამოდი პარაშუტზე ვარო ცოტა დამაგვიანდება ბოლო წრეაო რა შენი პარაშუტი და შენი ნერვებს უშლიდა კი მაგრამ გახდნენ ჩემპიონები გიომ სიტყვა შეასრულა საუკეთესოც გახდა და კეცვაც იმის მერე ღმერთმა
შეიძლება ქვეყნის ჩემპიონი ხარ. შოტლანდიის, საქართველოს. ჰოლანდიის სამი ქვეყნის ჩემპიონი. თურქეთის არა, თასის მოპ. სამწუხაროდ იქაც მეორეზე გავი. და ამ ჩვენ გარემონტებულ ეროვნულ სტადიონზე აქტიური თამაში ვერ მოასწარი, ხო? მარტო გაცილე. არა, გარემონტებულზე მოვასწარი. ერთხმაში ნამღერ გიმსაც მოვასწარი, რაც ჩემი ოცნება იყო მართლა ოღონდ. სერიოზულად, აი ერთხმაში რომ თელი სტადიონი ჰიმს იმღერებდა. ამას ნატრულობდი და ესეც ავისრულე. გარემონტებულსაც მოვასწარი, მაგრამ ჩემი ბოლო თამაში ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ვერ მოვასწარი კარგ მინდორს. აი იმ დღეს დავანებე, როცა მართლა მაგარი მინდორი იყო. აი ეს ჩემი სტუმრები რო ჩამოდიან, ნუ ეხა ფეხბურთელი ხო, რაღაცას გეკითხება იქ როგორია ეს როგორია ეს და მინდორი როგორია? ნუ ბაცილა რა, ეხა ფეხბურთელი ჩადიხარ, მინდორი როგორია, ხო, ეკითხები რა. ხო, მან ცოტა ისეთ იმის არ იყოს რა, რაღაც გადატანითი ისენი მქონდა ხოლმე. სამაგიეროდ კარგად უმღერი ვართ. ხო, მე უთხარი, ეხლა ეგ მომანდე მე. ბავშვებს სწრაფად მოაქვთ ბურთი რო გადავარ. ეგრევე მოგიტანენ ბურთს. რაღაცა მაშინიცი რა და ნუ აი მართლა იმათ უნდა ვთქვა რა. საკებად თელი სტადიონის ადმინისტრაციის დირექტორის და ესეთი რამე არ არის რა, ხო დაბარება. ნაღდათ რა ირაკლის მეძმარიაშვილს, აი მაღალი დონის მინდორი იყო, აი რომ გამოვედი, მეთქი всё დავამთავრე. ეხლა მართლა ვამთავრებ და მივდივარ რა, აი აღარ გამოვარ ორ შაბათს მე ამას კიდე უნდა თამაში და რა. შეფჭამა რა. აი რა დაგვანებე რა თავი რა, მართლა აი გასახდელიდან მინდურის საფარით დამთავრებული, იქ თქვი კიდევაც რა, მეთქი მაინდა-მაინც უნდა დამენებებინა, მე უთხარი თავი რომ მინდორი გაგვეკეთებინა რა იყო რა ჯანდაბა. მოეწონათ შენ სტუმრებს? ძალიან. სხვათა შორის სტადიონის ეს მოკლე იყო ეს პასუხი. არა. სტადიონებს ადრეც არემონტებდნენ ეროვნულ სტადიონად, მაგრამ რაღაც დეტალი აკლდებოდა ხოლმე ყველა. აი მაგალითად ლოკომოტივის სტადიონზე გახსოვს? ხო, გაარემონტეს შევარდნაძის დროს. და რა ეწერა იქ გახსოვს ზემოთ? ჩემპიონ ლოკომოტივ რაღაც ფრანგულად ოღონ. ხო, ეგ მაგარი იყო. ქუთაისში გაარემონტეს სტადიონი, ძალიან ბევრი ფული დახარჯეს მახსოვს და კასეტა რომელსაც შესვენებაზე რავდნენ ხოლმე სიმღერებს, ის არ შეცვალეს. ისე ვია 75 და ყველაზე მაგარი მახსოვს ბათუმში ვიყავი, ბათუმი ეინთჰოვენის თამაში იყო და იქაც მაგ თამაშისთვის გაარემონტა ასან აბაშიძემ სტადიონი, ახალი ტრიბუნა აშენა იქ. და ყველაფერი Tom and Jerry სიმისავით რო დაიკეცა, ხო? მე ცოტა ხანი და თეთრი დროშა რო და ყველაფერი ლამაზად ჩანს, ბილეთი მაქვს, შევედი, დავჯექი და უცებ რაღაც ავის მომასწავლებელი ხმა ისმის პირველ კურსელი გოგონას. ეტყობა ინგლისურის მცოდნე. პირველი კურსელი რატო იყო? ხმა ქონდა ეგეთი, შეიძლება არის. ეგრე ცნო? ამაგარია. და ეტყობა მესამე კურსელი. ჰა? გეტყვი ხა პირველ კურსელი რატო იყო? და ეს გოგო დაიწყო ლაპარაკი. ჯერ ეტყობა ფეხბურთი არ იცის, აზზე არ არის. ინგლისური იცის, მაგრამ ფეხბურთი არ იცის. საჯი გამოაცხადა, ჯაჯ, როგორც მოსამართლე, ცვლილება გამოაცხადა, exchange, აი ფულის შეცვლა რო არის ეგრე. და რომ მივიდა ამ ჰოლანდიელების გვარებზე, აი კატასტროფა დაემართა. ამბობს გზელი გვარები ხო აქვთ იმათ. ჯერ დაიწყო number 1 Jan Waterhouse, number 2 Waime. იმათვე ვუიმე სანა. სამი ნომერი ვუიმე. 4 ნომერი მიამას არ წავიკითხა. მიამას არ წავიკითხო. 5 ამას აქ რა უნდა? 6 ესეც თამაშობ. ეს იყო შოთა არვეაძე სტუმრის ამპლუაში. შოთას გაზეთების მიმოხილვაში შევხვდებით.
და ჩვენი გადაცემის ტრადიციული რუბრიკა პრესის მიმოხილვა, რომელსაც შოთა არველაძესთან ერთად წარმოგიდგენთ. საქართველოს ჩემპიონატით დავიწყოთ ფეხბურთში, თუ წინააღმდეგი არ ახარ. სპორტული გაზეთი ავიღე. მე ავიღე მაინდა-მაინც პოლიტიკური. აქ წერია ეგეთი აბზაცი. ირაკლი კიკნაძის სტატია ეხება დინამო ბორჯომი თამაშს. ირაკლი კიკნაძის სახიფათო გარღვევა, ჩამოშორებული მცველები და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ გასვლა. ბორჯომის კაპიტანს შეეძლო უკეთ დაერტყა, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და ოდნავ ააცილა შორეულ ძელს. არადა ეს ბურთი რომ გასულიყო ანგარიში 1-12 გახდებოდა. მორჩა ასე 12-ით 0. მარტო მაგერ იმაზე წერია მომენტზე იყობე ეგ დაგვიანებით მივიდა რამაგარი თამაში იყო ნახე რა მაგარი რაღაცა მოხდა ბორჯომის თავანამწვრთნელმა სამივე შეცვლა რომ გააკეთა მის გვერდით არავინ იყო მიატოვე მოიცა მაგა არავინ შეცვლის დროს მიმატოვე და რაღა უნდა თუ მეკარეების მწვრთნელი არც ექიმი არც მასაჟისტი არც ადმინისტრატორი, არც სათადარიგო ფეხბურთელი და არც უბრალოდ ხმის გამცემი. ნეიმს თამაშობ. არც მოყურებელი. ხოჭა, მაგათმა წააგეს 12-1? 0. ის ერთი ვერ გაიტანა. ხო და ესენი თამაშობდნენ თუ სად იყვნენ გამაგები? თამაშობდნენ. ეს მასაჟისტებიდან ისინი. არა, ეგენი არ იყვნენ. არა, ან საერთოდ არ მივიდნენ? ან თამაშობდნენ, ხო. მე მგონი ეგენი შეიყვანა იმ სამ შეცვლაზე. რა ვარ? და ხო ყველა არა, შეიყვანა. მასაჟისტი რო შეიყვანა, ვინ გამოიყვანა? შედი, ვინ გამოუცვალო? ხო ეგეთი. აი, ხო არის რომ თავდასხმაზე ის გეკითხება, ვინ გამოუცვალო? გამოცვლი თავდასხმას შენც იგა. აი ხა გიზის გვერდზე წარმოიდგინე მასაჟისტი. შენა მოდია. ეხლა შეხვა. ეხლა ძალიან გვიჭირს. ეხლა შეხვა და იმ სანტექნიკის ადგილზე იმუშავა. მე აქეთ მოიხედა და აქეთ ვინ დახვდა კიდე ვინ ეჭდა? არა, აღარავინ აღარ დახვდა. არა, ხო ჩამოთვალა. ადმინისტრატორი შეუშვა მზეს უმზილის გამყიდველი გამოიყვა. იმიტომ რომ ხალია და დაიღლება. იმიტომ რომ იქ მოძრაობა არ არისო. პარკები მოუყრია იქ. წელოფნელი. და ესე დაფრინავდა, გაიგე? და ხანცერც ქონდა სახეზე მოძებული. ხან მეორე, ქარიანი დღე. ხო, მაგრამ ზესუმზიდის გამყიდველები. მაინც რო გესმის. ზესუმზიდის გამყიდველები ისე სწრაფად დადიან. 12-ით არ წააგებდნენ ეგენი. ვიღაცა უფრო გაურკვეველი ხალხი. გაგინა ერთი მომენტი ხო შექმნა რა ეკნება. არა, ნუ ახოჟი არაფერი მინდა. ხო და ნახე მწვრთნელი მე რასაკეთებდა. პრეს კონფერენციაზე ვინ მივიდა? ალბათ თამაშის შემდეგი პრეს კონფერენცია ხო არის? მეზობლის ბავში გაუშვა. ჩაირბინე 1-2 სიტყვა უთხარი და ამოდი. რაც გინდა ის ჩემზე უარეს მაინც ვერ. ალბათ ამიტომაც იყო რომ დრო და დრო თვითონ თავარი მწვრთნელიც დასტოვებდა ხოლმე საკუთარ ადგილს. და სად მიდიოდა და ტრიბუნაზე აინაცვლებდა. ვერ მოისვენა რა. ერთ ადგილზე არა, ნუ ეგეც ხო ქართული ის არის რა. სიგარეტს აღარ აწევინებენ ამ ბროკაზე, რა ვარი? ზიან ეხა იქა ხო? სიგარეტს მოწევა, ჩუბი-ჩუბსიც არ შეიძლება. იმდენი კომენტარია მე რომ კომენტმა დაგიფაროს. მოიხედა მარჯვე, არავინ აქეთს. აქეთ მოიხედა, არავინ არ არის. ზევით სვავენ. თავს გამოყოფ თუ არა აი მივიდა ხო და ანქვა მოხდება? ან დედის გინება. იარა ამ კაცმა იარა და ისევ ტრიბუნები ამჯობ. ისევ ბილეთი აიღო და ტრიბუნებზე დაი. იცი რა, სპორტზე გადაობა არ მევასება. ისევ პოლიტიკას უნდა მივაწვი. შევახედე სიახლე. ოპოზიცია ქუჩაში ეს ძველი უნდა იყოს. აქ არის მომიტინგესთან ინტერვიუ. და ერთ-ერთი მომიტინგი არის პედაგოგი ქალბატონი, რომელიც აცხადებს. პედაგოგი ვარ და ადამიანების ფსიქოლოგიაში ვერკვევი. სააკაშვილი არაადეკვატურია და როდის ამოეპრიანება იმას აკეთებს. გონია რომ მას ნერვები უფრო ადრე უღალატებს
და მე ატყდება დაგნარი. პედაგოგიკალი ლაპარაკობს. ბავშვებს რო ასწავლე. გაგვეცილ ეგრე იწყებს. რა დაგნარია? არა. ეკი არა. ბავშვებო, ვეფხმა და მოყმემ ატეხეს დაგნარი. ავარია. დედა, ეს ახალი გაკვეთილი მქონდა. რა არის დაგნარზე? 1800. ესე იწყება. ისტორია. ჩამაბარე, ხო? 1812 წლის ბოროდინოს დაგნარი. მეზობელთან რო იმაშება ამაყობს დედა რა, ჩემ მაშინმა დაგნარში 5 მიიღო. სუს ხაპასხუპით მოყვა დაგნარის ამბავი. თბილისში წვრილი კუპიურების სასტიკი დეფიციტია. ანუ ფული კი არ გვიჭირს. ვერ დაახურდავენ უბრალოდ. უკვე რამდენი ხანია, რაც 2, 5 და 10 ლარიანი კუპიურები შოვნა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თორე ასიანები ყრია. არა. პრობლემა არ არის. დავით ბაქრაძე მარგინალია. რას ნიშნავს? დავით ბაქრაძე რას ნიშნავს? არა, ვერც პირველი ვერ გავიგე და ვერც მეორე. ორი წინადადება არის. მარგინალი არის. დავით ბაქრაძე. აკეთ ყოლა დიდი პაუზა. მარგინალია. შეგიძლია მიხსნა. ძველ დროში ჩარჩენილია ერთ-ერთი ვერსიით. ეს კარგა, ყველა. გერმანიაში ვინმე კრისტიან კოხმა შექმნა უიაფესი ალტერნატიული, ანუ ბიოლოგიური დიზელის საწვავი. და ეს საწვავი არის დამხმრჩვალი კატებიდან იღებს ამ. საწვავის ალტერნატიული სახეობა 4 დამხმრჩვალი კატა 100 კილომეტრზე. მაგარი. კატები ეს მანქანა რამდენს წავს? ჩემი 4 კატას. რაღაც ეხლა აურია 5 კატას წავს. ალბათ ჩემსაც ვეფხვი უნდა მე. ჯიპია და აბარაგონია. შევარდნათ ეწეს. ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, ბოდიში უნდა მოიხადო, დაიხურო ქუდი და წახვიდე. მე ასე მოვიქეთ. არა, ეხლა ვფიქრობ. შევარდნაძეზე ქუდი მე არაზოს არ მინახე. ქუდი. გინახია და არა ხდება. არ უხდება. მაისურით მინახოთ. ბოდიში. რეტელებიანი? რეტელებიანი მეც მახსოვს. ქუდით არ მახსოვს. ბოდიშიც ახლა უნდა დავფიქრე. ბოდიშიც არ მახსოვს. რო წავიდე ხო გახსოვს. კი. მაგას ვერ ვუარ ხო. რაც მახსოვს. თავარი ეგ არის მაგ. იბუდო ატრიცა. აბა თუ გამოიცნობთ ვინ ამბობს ამას. ჟურნალისტი ეკითხება, ფიზიკურად შეგეხნენ? მე მხოლოდ შორიდან მესვრიან. ახლოს მოსვლას ვერ მიბედავენ. გეტყვი ახლა. რემბო. ჯეკი ჩანი. ვანდა. ჩაკ ნორისი. არა? ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. კითხებით რომ მითხარ, ქართველია? რა ქვია მართალას? რაღაცა რო არის. ასოციაცია რაღაცა. 11 კი პირველი ქართველია? ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. სუქანია? არა, გამხდარია. კარგად კაი ქართული იცის? კაი ქართული ვინ იცის? აი ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერია. პარტიის ლიდერი. ქართველი ესროლეს შორიდან ახლოს ვერ ეკარებიან. არა, როგორ ეს როგორ დაიმახსოვრე? ბევრს აღარ გაწვალებთ. ეს არის გიორგი მაისაშვილი. ასე შეუნაგებ. ქართული არის, მაგრამ ხელებით კარგად ხმარობს. body language. ან ერთი უნდა იცოდე, ან მეორე ახლა რა. ეგრე არ არის? ხო, ამან იცის ძმაო და რა გინდა, აღნიშნე რა. body language. აგე კოკა ყანდიაშვილი ამბობს. twist again. კოკა ყანდიაშვილი გახსოვს? კოკა ყანდიაშვილი. შენ ხო რეკავდი მაგას ჰოლანდიიდან? Please. ყველა რეკავდა, რაღაც
არა, სიმართლე გითხრა, ვერასდროს ვერ შევეთერი მის ეთერში. ვერ შევეთრიე მის ეთერში. აქ ეკითხებიან კოკა ყანდიაშვილს, რომ დიალოგზე უნდა წასულიყო. დიალოგზე თუ? დიალოგზე უნდა წასულიყო თუ არა ოპოზიცია და ბატონი კოკა პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი მაქვს. უნდა შეხვედროდნენ და თან არ უნდა შეხვედროდნენ. პირველი უნდა შეხვედროდნენ, იმიტომ რომ ეგ ჩასწუდომოდა პრეზიდენტი რეალობას და წასულიყო. მეორე არ უნდა შეხვედროდნენ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამათთან დიალოგს. ანუ უფრო მეორისკენ ვიხრები რომ არ უნდა შეხვედროდნენ, რადგან შედეგი უკვე წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა კარგია რომ შეხვდნენ. ეგეთი როგორია? დღეს რა დღეა? პარასკევი. შაბათი კვირა. ოხვა ჩენა და შენა. ორ შაბათ. აბა სხვა დღეებში მიამცალია და რა ვქნა? შეკითხებით. ნახე ამ გაზეთის პირველ გვერდზე. ამდენი ცუდი რაღაცა წერი, ცუდი რა, გაურკვეველი რაღაცა წერია. ვინ გახდება ოპოზიციის ლიდერი? მაისაშვილის მემხორად შორიდან მესვრიან. სააკაშვილის ბრძოლას არ დაუმართავთ რაღაცები და ბოლოს ერთი სასიხარულო ინფორმაცია გრელკების გახეთქვაში მსოფლიო რეკორდი დამხარა. ეგ ნახე ხო იცი? ეგ ნახე და გრელკა ვეღარ ვიპოვე სახში. სადღან ახავ ამ დროში გრელკას. გრელკაც ამათმა დაითრიეს. კონსტანტინე გამსახურდე, ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული და არა ჩვენ და ჩვენი აზრით უფრო მეტი შედეგი უნდა მიგვეღო. როგორც საქართველოს ნაკრებია, ხო? შედეგზე ორიენტირებული. მოსაგები მიტინგი იყო, მაგრამ კარგად გამოვედით, მაგრამ აი ახალ ზელანდიაში ძაღლს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. და როგორ უნდა გაიგო? სამჯერ და კი არის და ორჯერ არა? არა, რამდენჯერაც დაიწყებს იმ ნომერს ხაზავენ რა. ასე ხარტო. ესე იგი რა ყეფა იქნებოდა სანამ მეხუთეს მოხაზავდით? რაც ამას მიცეს უფლება და როგორ გამოიყენოს უკვე ძაღლის საქმეა რა. მაგრამ ესე იგი მე მაინც ესე იგი ერთხელ ძაღლს ეხლა გავარიას, ერთხელ დაიყეფე როეტყვი რა. პირველი ნომერობა არ ვარ გამანდ. არც მაინც და მაინც მეათე. არც მაინც და მაინც მეათე. მე ატყდებოდა აქ ეხა ეგ რო ყოფილიყო რომ მე ძაღლი ნაციონალები ძეხვებს არიგებდნენ და ძაღლების ხმებით გავიდნენ პარლამენტში. ვატაკასულს ვინც დააბრუნებს, ვინც დაარიგებს, ის ვერ მოიგებს. კი არ დაიწყება, ბოლო დაიწყმუტონა და მეოთხე იყო. ხო, აი ეგ არ უნდოდა თამეთა. ის ბოლო არ უნდოდა რო გამოდიოდა უკმაყოფილების ტეპა იყო ეგ. მე რა ვიცი, ძმაო, შენობა არ ქონა დატოვებული. ეს ძაღლი ნანახი გვაქვს, ძმაო. იმაზე კარუსელიო. ნახდათ ნანახი ყავს ეს ძაღლი. მკვდარი ძაღლებიც იყვნენ მაშინ. ჯიში არ ყოფილა. როგორც ძმაო, კომისიის ის ძაღლის ხო არის პარტიებმა დაყოფეს ეს ძაღლი დღეს აქ იყო. რაც მოძრაობა დამკვირვებელი დაჭამაწება. და მე ნაკბენზე რო აიღებენ ორჯერ თუ უკვინ, ესე იგი მეორეჯერ არის მოსვლა. არა, ნუ მეორეჯერ მოსვლაზე აგერ მშვენიერი ამბავია. სამხრეთი. მოხუცი 4ჯერ დამარხეს. აღსანიშნავია, რომ 4-ვე გარდაცვალების შემდეგ დონა რამონას ახლობლები მის დაგზავნას აპირებდნენ. სუკვდებოდა. რამდენჯერაც იგი გასაკვეთად მორგში მიიყვანეს, იმდენჯერ გონს მოეკო. მორგის ეშინოდა რეაგირებდა მორგი. არა, მithვალებულების ეშინია. მithვალებულების ეშინია რა. ხო და ესე იგი მიიყვანენ ეს აბორზიკები. ესენი ვერ მიხვდნენ მეოთხემდე რომ იმათი ეშინია. ეხა მეხუთეჯერ რომ მოკვდება პირდაპირ დამარხავენ. გააკავეთო და ყველა კმაყოფილი იქნება. აი ძალიან მაგარი ამბავი კიდე ნახე. საკანცელერიო სამაგრი ფეშენებელურ სახლში გაცვალა.
ადგა თურმე ეს კაილ მაკდონალდსი ინტერნეტით ერთი ცალით ჩვეულებრივი საკანცელერიო სამაგრი ჯერ თევზის ფორმის მქონე საწერ კალამში გაცვალა რომელიც კარის უჩვეულო დიზაინის სახელურში გადაუცვალეს შემდეგ მაყალ ესე შეყვა შემდეგ მაყალში შემდეგ ელექტროგენერატორში შემდეგ თოლმავალში ტურისტულ საგზურში ძველ მინივენში მუსიკალურ სტუდიაში და მიყვა და ბონოს ფერარი გაცვალა მშვენიერ სახლში. ეხლა წარმოგიდგენთ ვიღაცა რომ სახლში ცხოვრობდა და ეხლა რომ ეს საკანცელერიო ისა. საკანცელერიო იდიტირა წარეთ მომატყო. როგორ ვერ მივხვდი? ანა ის სადმომატყვა. აი მაყალთან დამე. სადღაც მომატყვა, სად გამეპარა, ბიჭო, სად მომატყვა. მაწვადი რო არისო მანდუნა მიუხვდა. ცა იმეც რო არის მაყალი რო გენერატორში გავცვალე ცუდი არ ვხედი. იმეც რო არის წვევას, მაგრამ ხარისხიანი არის. ნო დიდხანს აუ მიუნხენის მერს თუთიყუშმა სულ დედა აგინა. გერმანულად არის იმაში გერმანულში დედის გინება არის. ზურგიო როგორ გახდა ჩემპიონიო და აგინა იმას მიუნხენის მერს. თუთიყუშ თამაშებს უყურებს სად არიან აზე ხარ ჩვენთან ხალხი არ დავა. თუთიყუში რა დღეში ვარ. ისევ დამაბრუნეთ ამ ფეგმან ახლა. მონიკა ბელუჩი ამაზე კომენტარსაც არ ვაკეთებ. საჯაროდ. თორე აიქით რო შევალთ მე ემოციას გამოვხატავ. სერიოზულს. არაფერს მთქმელი ინფორმაცია. ინფორმაციის კლასიკური არაფერი არა თქვა. არა, აი ნახე, აი არაფერს არ გეუბნება ეს სათაური. 2029 წელს დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი ძალიან ახლოს ჩავდის. რა მე რაღაცა არც მიხარია, იმიტომ რომ ჩაუარა და არ დარჩა. რა არის იცი? არც ეხა ისეთი არც ბოლომდე გაგახარებს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ჩაუდის და შეიძლება მეცნიერები ყოველთვის ცდებიან და მაგ შემთხვევაში ცდებოდნენ. ისეთია რა, ცოტა მაგრამ მაპი გვექნება და არ გვეშინია ასტეროიდი. ხელისუფლება მაგისტრალების გადაკეთვას არ დაუშვებს. რა დაუშვა რო? ჰა? რატო რაღაცებს ხო დაუშვა? რა? მე ვარ ყვითელი ავტობუსები დაუშვა. პატრული დაუშვა. ეს ხო გეც ახალი აეროპორტი დაუშვა. სამსახურიდან ხალხი გაუშვა. სანამ რა არ დაუშვას ჩამოთვლას დაიწყებთ. ევანდელი ჩვენი პრესი მიმოხილვა და მთვარებულია. დიდი მადლობა. აი გასაგებია. ვეღარ დავართავეთ, არა?